მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა. ანუ ახალი სიყვარული თუ წარსულის დაბრუნება. ანუ ეხლა შენ გახარ ისეთ არჩევანის წინაშე. ნუ ვისთვის იქნება აქტუალური? მისთვის თუ არა წარსულის კიდე მეორე შანსი. თუ უკვე უნდა გავუხსნა გული ახალ ურთიერთობას, აი ნახოთ ახლა ეს გაშლა ჩვენ მოგცეს სიცხადეს. ვნახოთ პირველი კითხვა ჩვენი იქნება ახლა შენი ენერგია ახლა ამ ეტაპზე სიყვარულში. ანუ როგორი ენერგია არის, როგორ გრძნობ შენ, როგორ ხარ განწყობილი სიყვარულის მიმართ და მე უკვე კიდე რამდენიმე კითხვას დავუსვამ. ნახოთ რა ენერგიაში ხარ ახლა სიყვარულის უსვამთ. სიყვარულის თემაში. და ჩემო ლამაზებო, აქ შემიძლია გითხრათ, თქვენ როგორ სიტუაციაში ხართ ახლა. даже ენერგია კი არა. აქ იმასაც ვერ ვეტყოდი, რომ თქვენ დაუშვათ გინდათ რომ ის გრძნობა, რომელიც გქონდათ თქვენ რომ რამენაირად გააჩეროთ, აქ როგორი ენერგია. ნახეთ, აი ზუსტად ეს კითხვა არის, გაიგეთ, აი ძალიან სწორი, აი როგორ მიგვს ხოლმე აი ესე რამდენი წელი ვუშავებ ეს ტარო მაგიშებს. ავირჩიე უშუალოდ ეს ენერგია რა არის, ეს დასტა და შეხედეთ პროსტა რა ხდება აქ რა. შეხედეთ აქ რა ხდება, ახლა რა გიხსნით. აქ ვიღაცას დაუსრულდა ურთიერთობა, მაგრამ თქვენ აქ გრძნობთ, რომ შეიძლება ადამიანი, რომელთანაც თქვენ დაშორდეთ, აი შეიძლება დაბრუნდეს. და დაბრუნდეს რაღაცა სხვა ენერგიებით. ნახოთ როგორ მელაპარაკება ტარო. და თქვენ აი ზუსტად თქვენ ნახეთ როგორ არის. აქ თქვენ რაღაცა მოგივედეთ, ალბათ, ნუ ცოტა შეკამადება, შეიძლება გაუგებრობა და აი ახლა რა ენერგია არის, არ ვიცი რა გავაკეთო, უკვე მე გავუშვა ეს გულიდან, ეს გრძნობა თუ კიდე დაველოდო, იმიტომ რომ თქვენ აქ გვეცნობიერთ მენტალურად თითქოს გრძნობთ თქვენ, რომ ეს ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, იმიტომ რომ ნახოთ აქ რას გვაჩვენებს ჩვენ ტარო. ესე იგი მოხდა ხო გაუგებრობა, ურთიერთობა აქ არ გამოვრიცხავ რო არის მანძილზე, ახლა ამ წუთში შეიძლება თქვათ ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ერთად არ ცხოვრობ თქვენ, ვისაც მანძილზე არის ეს უეჭველი, შეიძლება ან ადამიანი წავიდა და მერე თქვათ მოხდა თქვენ შორის რაღაცა ისეთი აი სიტუაცია, რომ თქვენ თვითონ შოკში ჩავარდეთ, რომ როგორანაირად რა, როცა შეიძლება ხანძლები ურთიერთობა გქონდათ და ის ურთიერთობა დამთავრდა. და აქ ახლა შეიძლება იყოთ კიდევაც ისეთ ენერგიაში, როცა მე არ ვიცი ახლა რა ვიფიქრო, არ ვიცი რა გადაწყვეტილება მივიღო, იმიტომ რომ ხო გეუბნები და აი აქ მაგრამ აი რა შეხედეთ ეს კი დასრულდა, მაგრამ თქვენ ზუსტად ახლა გახართ ისეთ პოზიციაში, რომ უნდა მივიღო გადაწყვეტილება, რომ გეუბნებით, გრძნობთ თქვენ აქ რაღაც, რომ შეიძლება ეს ადამიანი მოვიდეს. იმიტომ რომ თქვენთვის ახლა კაი ხანი ეს ადამიანი მართლა მნიშვნელოვანი იყო, ზოგისთვის შეიძლება ქმარი იყო, ზოგისთვის შეიძლება ქმარივით, ნუ ერთად ცხოვრობდეთ დაუშვოთ თქვენ ახლა, ხო? და აი ახლა თქვენ თითქოს აი შინაგანად გრძნობთ, რომ შეიძლება ეს ადამიანი დაბრუნდეს და კიდე თქვათ ურთიერთობა იქნება ისევ გაგრძელდება, მაგრამ არ იცით თქვენ ახლა გჭირდებათ, არ გჭირდებათ, რა გავაკეთო, აი თითქოს სტუპორში ხარ, აი ნუ რაღაც ესეთი იმაშით გახართ, რომ ვერ პასუხობთ, აი თქვენს თავს არ იცით რა გააკეთოთ. ანუ ახალი ავირჩიო გზა, ახალი ცხოვრება ავირჩიო მე. თუ კიდე დაველოდო რა, აი მყოფილს რა, აი ზუსტად და თან ნერვიულობა გაქვს საშინელი. ეხლა ხარ თქვენ პრინციპში ახლა მარტო და აი კი ზოგი შეიძლება ახლა აი ნუ პრინციპში გაშლა არის აი 100%-იანი ახლა იმისთვის, ვისაც აქ ახლა ეს სიტუაცია და თქვენი სიგნიფიკაცია თქვენ ძალიან აქ უეჭველი გეუბნებით, რომ აი ეგეთი სიტუაცია, აი აქ 1000%-იანი ახლა აი სიგნიფიკაცია აქ даже აი რომ ვიცით ხოლმე ანის, არა, აქ აი ზუსტად ეგეთი მომენტი, რომ ან ნუ უკვე გადაწყვეტან რა არის, იცით,
შინაგანი ბრძოლა გაქვთ თქვენ ამ ადამიანს, აქ უეჭველი ადამიანი სადღაც არის მანძილზე და ებრძვით რა, შინაგანად ებრძვით, ვერც უშვებთ, იმიტომ რომ ისე რაღაცნაირ აქ ხანძლივი ურთიერთობა უცბად დასრულდა. ეს კარმული თემა იყო, აქ აი უეჭველი 1000%-იანი კარმული რაღაცა პერიოდი თქვენ ურთიერთობაში დასრულდა, მაგრამ უბრალოდ იმდენად მოულოდნელი შეიძლება იყოს თქვენთვის, რომ აი ვერ გაიგეთ ეხლა თქვენ დავკარგე თუ არ დავკარგე, მაგრამ შინაგანად შეიძლება გრძნობთ, რომ შეიძლება ამ ადამიანის დაბრუნებაც მოხდეს. და იგაც კიდე გვაჩვენეს ჩვენ, რომ უკვე აი აქ ძალიან ისე დღეში ხართ რა, შეიძლება ღამეც გიღვიძებთ, გახსენდებათ, ფიქრობთ, აი არ არის ადვილი სიტუაცია, ნამდვილად შემიძლია გითხრათ რა. მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ შემდეგი, ანუ ვინ თქვათ ვინ даже არა, აქ ვინ კი არა, ანუ მოდით როგორ ვკითხოთ ამ ადამიანს, ხო, ვიზეც თქვენ ახლა აქ ნერვიულად უნდა დაბრუნება, აი ასე რომ ვკითხოთ ჩვენ. შემდეგ ვკითხოთ ისეთი შანსი აქვს თუ არა, თქვათ ამ წარსულს, რომ დაბრუნდეს შენ ცხოვრებაში. მოდის თუ არა, შენსკენ ახალის სიყვარული, თუ მოდის ისე როგორი იქნება ეს პარტნიორი. და რა უნდა აირჩიოთ თქვენ გულით, ანუ წარსული თუ ახალი, ისეც ვკითხოთ. რას გვირჩევს ჩვენ ტარო? აბა ვნახოთ, ხო გეუბნებით, აი ხარ თქვენ ახლა ისეთ აი ბოლოში შეხედეთ, თქვენ გინდათ ახალი ნორმალური კარგი ცხოვრება, სადაც თქვენ იქნებით დაფასებული. ძალიან გინდათ რა, ანუ უკვე თქვენ პრინციპში უკვე წასული ხართ რა, გონებით და სულით და იმიტომ რომ უკვე ისეთ როგორ აქ თქვენში რაღაცა შეიცვალა, ან ძალიან შეიცვალა. რაღაც გადაფასება მოხდა, რაღაცა უფრო სხვანაირად შეხედეთ თქვენ თავს. აქ ძალიან თვითქმარი გოგოა, აქ გოგო რომელმაც თვითონ შექმნა თავისი ცხოვრება, რომელიც ახლა ნამდვილად არის აი ყველანაირად შემიძლია თქვას, დგას ფეხზე ძალიან მაგრად რა, აქ ძალიან დიდი გამოცდილებაა, შეიძლება გათხოვილი იყავით, ან შეიძლება ზოგისთვის შეიძლება იყოს, თქვათ ეს თქვენ ქმარსაც საუბარი არ გამოვრიცხავ რა. ანუ ყველა ვარიანტში არის ის მომენტი, როცა თქვენ პრინციპში თქვენ თუნდაც გათხოვილიც რო იყო, თქვენ აი აქ არ ახარ დამოკიდებული, კაი ხანი თქვენს ქმარზე დაუშვათ, ხო? ან იმ ადამიანზე, ვისაც თქვენ ერთად ცხოვრობთ, იმიტომ რომ თქვენ აქ ზოგი შეიძლება უკვე ბებიაც იყოს და ან დედა, ყოველ შემთხვევაში თუ არც დედა და არც ბები, იმიტომ რომ ეხლა გაჩვენეთ საჯარო გაშლა გვაქვს, ანუ ყველა ვარიანტში ძალიან აი სრულყოფილი ადამიანი ხარ, თქვენ თვითონ ძალიან ვითარდებით, თავს ძალიან მაგრად უვლით, ფინანსური მდგომარეობაც გაქვთ გადასარევი, აი რა გითხრათ რა, უბრალოდ ეხლა ხართ აი ამ პოზიციაში, რომ ახალი მინდა თუ რა თუ ძველს დავუბრუნდა, არ იცით რა, არ იცით. აი ამაზე ნერვი მეორე დასტა იგივე კარტს მაჩვენებს რა, იგივე კარტს მაჩვენებს რა. ვნახოთ ახლა კითხვები დავუსვით ჩვენ ახლა. ანუ უნდა თუ არა იმას დაბრუნება, იმას ახლა ნახეთ, იმ ხელა გულის ტკენა არის აქ, რომ პრინციპში შეიძლება, აბა ეს მოდით აბა ასე ვკითხოთ ჩვენ, ეს გულის ტკენა რითი არის გამოწვეული? აი ეს აქეთ დავდეთ მეწოთა, იმიტომ რომ შეიძლება ახლა ადამიანს ახლა იმიტომ ტკივა ეს გული, რომ ნახოთ ახლა ჩვენ არ გვინდა ეს ვარაუდები, ხო იცით, მე არ მეყვარს ეს ვარაუდები. მე მეყვარს, როცა არის ზუსტი კითხვა. პასუხი. ანუ რითი არის გამოწვეული ეს შენი გულის ტკენა? მე ვეკითხები შენ დაბრუნებაზე. თავის ხო
გოგოებო, ნახეთ აქ რა ხდება. ამას უნდა დაბრუნება, მაგრამ არ იცის მიიღებ თუ არა თქვენ მაგას უკან. აი ასე, აქ არის საქმე, იმიტომ რომ არ იცის თქვენზე შეიძლება даже რა არის, აქ შეიძლება ფიქრობს ეს ადამიანი, რომ შეიძლება თქვენ დასვით წერტილი აქ ამ ურთიერთობაზე, ნუ ყოველ შემთხვევაში ამას არ აქვს არანაირი ინფორმაცია თქვენს გადაწყვეტილებაზე. არ იცის მაგას, იქნება თქვენ უკვე არცელოდებით, გაიგეთ, იქნება თქვენ ხო დაასრულეთ აქ, კი. მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ცუდად გრძნობ თავს, ხო გითხარით, მაგაშიც მოხდა ძალიან დიდი გადაფასება ამ პერიოდში. იმიტომ რომ ქონდა დრო იმისთვის, რომ ეფიქრა ამას და აქ არის როგორი მომენტი, იცით, რომ თითქოს თვითონაც ვერ ხვდება, გაიგეთ, რატო დავსვით წერტილი დაუშვით, რა ის ხო გითხარით, აი სრულიად არის. სრულიად მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი რა. ნახეთ რა მხოლოდ კოშკი არის და კიდე. თითქოს აი აქ როგორ არის, იცით, აი უცბად რომ დაამთავრებენ, ხო იცით, აი ისე რომ თქვა, აი ვერც ამოისუნთქე რა, მოიცადეთ რაღაც არა ვარ მზად რა, ეგეთ რაღაცა არის რა. ხო და ამიტომ ახლა მაგას კი, მაგრამ უბრალოდ ახლა ძალიან ცუდად გრძნობს თავს, სხვათა შორის რატო გრძნობს თავს ცუდად? ნუ იმიტომ რომ დიდი ხანი არის, ახლა ეთყობა ეგა თქვენს გარეშე. დიდი ხანი არის ეს ადამიანი თქვენს გარეშე, ვერაფერსაც ვერ აკეთებს და თან ამ პარტავანი არის, თან ცოტა უცნაური ტიპის არის და არ იცის რა ქნას. აი აქ ადამიანი ვაფშე აზზე არ არის რა გააკეთოს, წამოვიდეს, არ წამოვიდეს, თქვენთან მოვიდეს, თუ მარტო დაარჩეს, აი ძალიან ასეთ ენერგიებში არის ადამიანი, ძალიან, ნუ როგორ გითხრათ, რომ კარგად ვერ გეტყვით რა, გაჭედილია, შეიძლება ფინანსებში ცოტა გაჭედილი იყოს, მაგრამ აი გულის ტკივა ძალიან ბევრზე, მაგრამ დაბრუნება კი უნდა, მაგრამ აი ვერ წყვიტავს ბოლომდე, გაიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ ნუ გითხარით რაღაც პრობლემები არის და იმიტომ რომ როცა ეგეთი სიტუაცია ხდება, რომ მოულოდნელად აი მიწიერ დონეზე, ასე რომ ვთქვათ, ხდება ეგეთი სიტუაციები. ნუ აქვს თუ არა შანსი, რომ დაბრუნდეს. ნუ აქვს შანსი, ნამდვილად აქაც ჩვენ გვაჩვენეს, ნახეთ, აქაც თასების მეფე არის, ახლა ჩემოსწავლებისთვის საყურადღებოდ, ჩვენ აქ ამ ორაკულებში არ ვკითხულობთ ისე, როგორც ვთქვათ, აი ამას ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენ ვიცით, აქ შეგიძლიათ ამ პოზიციაში. ხო, ამიტომ აქ არის კი შანსი არის. აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გამოჩნდეს კიდევაც, შეიძლება თქვათ, ან მოგწეროთ რამე, მოგწეროს, ან შეიძლება საჩუქრთად მოვიდეს ვინმესთან, ყოველ შემთხვევაში შანსი რომ გითხრათ არ აქვს ძალიანაც მშვენიერი კაი შანსი ამ ადამიანს, მაგრამ ეგ არის რომ გითხოთ ჩვენ აბა თქვენ თუ გინდათ მისი დაბრუნება, ნუ პრინციპში კი გვაჩვენეს თქვენი ენერგია. არ იცით თქვენ, არ იცით. აი იგივე 4-იანი 4-იანი. თქვენ არ იცით. ანუ როგორ არის, იცით? თან თქვენთვის ნახეთ როგორ აი აქ რა საინტერესოა, შეხედეთ. თან თქვენ ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რატო? ნახეთ, არის რაღაცა აქ ბევრი რაღაცა წვრილმანები გახსოვთ თქვენ კარგი ამ ადამიანზე, რომელზეც თქვენ ვერ უშვებთ. კი, ამავე დროს ბევრი მნიშვნელოვანის ამ ადამიანს აქ გაკეთებული თქვენ ცხოვრებაში. ზოგისთვის ახლა შეიძლება მატერიალური იყოს, ზოგისთვის შეიძლება უბრალოდ ისე თქვათ, ნუ ქცევები და ასე შემდეგ, ხო ხდებით, აქაც იმპერატორი არის რა. ხო და ამიტომ ეს არის ესეთი მომენტი, რომ ნუ აქ უეჭველი ან დასრულდა, ან საერთოდ, ან რაღაცა გაკვეთილი, ანუ კარმული რაღაცა აქ ხელშეკრულება დასრულებულია. უბრალოდ ახლა რა არის, იცით, შანსი კი არის, მაგრამ მაღალი ძალების შეხედეთ როგორ არის, შეიძლება კი, მაგრამ აქ როგორი მომენტი, თუ თქვენ შემოუშვებთ ამას, თუ თქვენ არ დაასრულებთ, ნახეთ როგორ მეუბნებიან, თუ არა და აქ არის ახალი, ნუ შანსი, რომ ახალი ურთიერთობა დაიწყოს.
არის, მაგრამ ყველაფერი იქნება დამოკიდებული გოგოზე. იმიტომ რომ გოგო არის ძალიან ისეთი განწყობაში, რომ აი უკვე მართლა თუ წახვედი რა, რომ უკვე მართლა შეიძლება აქ მეორდება კიდე სად იყო აქ აი მეორდება სიტუაცია. ეს შეიძლება იმიტომ რომ თქვენს იცით როგორ არის, ნახეთ რატო კიდე მეორდება შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ეს რო იყოს პირველი დაუშვოთ ხო სიტუაცია, მაშინ ვეტყოდით რომ ვთქვათ, შეიძლება ასეთ ენერგიებში აქ არ იქნებოდით თქვენ რა. მაგრამ როცა სიტუაცია უკვე 1000 ჯერ ერთი და იგივე ხდება, მე უკვე თქვენ სიძაბებით რა, რომ ახლა ისე უნდა იყოს, ანუ ისე უნდა გამეორდეს ეგ სიტუაცია. შეიძლება ადამიანი, იმიტომ რომ აქ კიდე მთვარის ენერგიაში არის, მთვარის ენერგიაში, ახლა არიან ესეთი ადამიანები, რომ აი ესე წავიდა ეს მთვარე. სადღაც ხო იყო, თქო იმიტომ რომ არის როგორ იცით მე აი არ არის ჩამოყალიბება, აი უცნაურებს რო უძახიან, ხო იცით? უცნაურად. აქ შეიძლება ის ფიქრობს, რომ თქვენ, გოგო, თუ ყურუმი ხარ, თუ ეჭველი თქვენი გაშლა, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობს, რომ თქვენ აქ დასვით. წერტილი. აი ესეთი რაღაცა, ნახოთ ჯერ ახლა ახალზება რას გვეტყვიან ახლა ჩვენ. მოდის თუ არა თქვენთან ახალი სიყვარული, მოდის და ნახეთ როგორ მოდის, კი არ მოდის, მორბის. მოდის შეიძლება ზოგი თქვათ, გზაში მიდიხარ, გზაში ვიღაცას გაიცნობთ, არ არის გამორიცხული, ან სადმე თქვათ, ან დაუშვათ სადღაც წახვედით, შეიძლება თქვათ, აპირებთ წასვლას, იქ შეიძლება მოხდეს გაცნობა, არ გამიკვირდება, მაგრამ მოდის კი არა, ძალიანაც მოდის რა. ვნახოთ როგორი იქნება ეს თქვენი ახალი პარტნიორი, თუ გამოჩნდება, აქ უკვე არ არის კითხვა, აქ უკვე გამოჩნდება გოგონებიან, როგორი იქნება. იმპერატორი. შეხედეთ, აი ეგ არის, ნახეთ, აი ეს იმპერატორი სხვათა შორის. აი ეს იმპერატორი, ეს ხო მე ამოვიღე, რომელიც ჩქარობს თქვენთან სტაბილური ურთიერთობისთვის, ნახეთ. так, მოდით ასე ვთქვათ, ეს არის ხა საჯარო გაშლა. შეიძლება რაღაცა პროცენტს ვინც ქმარს ელოდება, იცოდეთ თქვენი ქმარი იქნება ეგა. მაგრამ მე ვეკითხები აქ მაინც უფრო ახალზე. ახალზე გვაჩვენებენ ჩვენ უკვე ანუ პირველი კითხვა იყო გამოჩნდება თუ არა, კი, როგორი იქნება ახალი პარტნიორი, აგერ იმპერატორი. იმპერატორი რას ნიშნავს? აი, რო ვიღოთ ჩვენ მაგის იდეალური, თქვათ, ახლა და ხასიათება, ეს არის ადამიანი, რომელმაც უკვე ბევრი რამე გამოიარა ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი რაღაცა უკვე იცის, გამოცდილი პიროვნება არის რა. პლუს კიდე ეს ადამიანი არის ახლა ისეთი, რომ შეიძლება უკვე თავისი საქმეც ქონდეს რა. ძალიან პასუხისმგებლიანი კი არის ზოგჯერ ხასიათი ცოტა ისეთი, რომ თავისი აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ვიღაცის აი ძალიან საქმიანი ადამიანიც იყოს და მანქანით მოძრაობს, მიდის, მოდის, რაღაცა ეგეთები შეიძლება აი გოგოებო თქვენ ხო იცით რატომ მომივიდა არ ვიცი ამერიკაში თუ ხართ აი ესენი ბიჭები რო არიან იმ ტრაილერებს რა შეიძლება ეგეთი ტიპიც იყოს სხვათა შორის რა მოიცადე ეს მაინტერესებს კიდე რა ვკითხო თავისუფალი ხარ თუ რა ხდება იმიტომ რომ ეს მაინც იმპერატორია მაინც ჩვენ ახლა ვკითხოთ ამ საჯარო გაშლა შენ თავისუფალი ხარ ანუ შენ პირად ცხოვრებაში მოდით ასე ვკითხოთ და ეს ბოლო კითხვა აქ არის შენ პირად ცხოვრებაში აი ახლა რა ხდება გამოვიდა ეს ადამიანი, სხვათა შორის არ გამეკვირდება თუ დაუშვათ ეს ადამიანი მოხდა სამ კუთხეთში თვითონ. აქ შეიძლება თუ დაუშვათ ეს უგზაშია და რაღაცა, რა ვიცით, ახლა შეიძლება გქონდა ესეთი მომენტი, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? მან დაასრულა აქ ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ იყო რაღაცა არასასიამოვნო მომენტები, კი ბატონო, კი ბატონო, გქონდა. აი ეს კარტი რო არ იყო, ვეტყოდე რომ არის ურთიერთობაში, მაგრამ აქ რო არის ეს
ხმალების 7-იანი, აი ამ შემთხვევაში დანახავთ რამხელა რკებია გოგოებს. რამხელა რკები. აი კიდად რატომ მოხდა ესეთი კარგი თუ ხარ შენ რატომ ასეთ რკები? აქ კიდეს. აჰა, გულიეთკენ, რატომ? აქ იცით რა ხდება? აქ შეიძლება ადამიანები, ნახეთ, ეს კვერთხების დედოფალი ზოგჯერ არის როგორც ძალიან თავნება გოგო. შეიძლება იყო ულამაზესი, უკარგისი, უმშვენიერესი და ასე შემდეგ, მაგრამ აქეთ ყოფა ამას უფრო როგორ აი სულიერად რაღაცა შეუთავსებლობა გქონდათ ამ ადამიანებს, გაიგეთ? იმიტომ რომ ხო არიან ესეთი გოგოები, მარტო ფული აინტერესებს, მეტი არაფერი დაუშვოთ, ხო? და შეიძლება თქვათ, არ ყოფნიდა შეიძლება ის სხვა არაფერი არ აინტერესებდა ამ ადამიანს, მიხვდით? მარტო ეს და ამიტომ არის, ხო, ამიტომ აქ შეიძლება მოხდა ეს მომენტი, რომ ხო, 8-იანი არის აქ, იმიტომ დასრულდა ეს. დაასრულა ამ ადამიანმა, შედეგად ცოლობაც უნდოდა ამას, მაგრამ დაასრულა. ეხლა რა სტატუსში ხარ შენ ამ წუთში? ეხლა ვარ ისეთ სტატუსში, აი ხო გითხარით, როგორც თქვით, აი აქ ნახეთ, აქაც ეტლი არის, აქაც ეტლი არის, ხო? უკვე ისეთ პოზიციად ყოფა დიდი ხნის თემა შეიძლება იყო, უკვე ისეთ პოზიციაში ვარო, რომ მზად ვარ რა იმისთვის, რომ ახალი ურთიერთობა დავიწყო. მოდით აბა ვნახოთ ახლა მისი საერთოდ აი სულიერი მდგომარეობა გავიგეთ, იმიტომ რომ ახლა ეტლის პრინციპში არკანში არიან ადამიანები, ვისაც აინტერესებს სულიერი განვითარება და ამიტომაც აქაც გვაჩვენა ჩვენ, რომ ეს პენტაკლები ეს ახლა 5-იანი მარტო ფული არ არის, როცა ისეთი პოზიცია, რომ ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ რაღაც შეუთავსებლობა გქონდა მაგას, აი ზუსტად აი მაშინ სულიერი. კარგი, მოდით აბა რისთვის მოდიხარ შენ აი ამ გოგოსთან ცხოვრებაში, რომელიც ახლა გაშლას უყურებს. ამ გოგოსთვის რისთვის მოდიხარ, რისთვის სჭირდება შენ ახლა? რისთვის მითხარი ეს გავიგეთ, რომ ძალიან მაგარი და სექსუალური რო ხარ, ეგ ჩვენც გავიგეთ, მაგრამ რისთვის მოდიხარ? აჰა. რო გააძლიეროს თქვენი ვარსკვლავი, გოგოებო, აქ ძალიან იცით რა არის, კი მომივიდა ეგ რომ გაკვეთილი, მაგრამ აქ როგორი თემაა, იცით? აი აქ დასრულდა რაღაცა პერიოდი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ახლა აი გოგოებო, აი თუ ძალიან პატარები ხართ, შეიძლება თქვენთვის ეს არ რეზონირდეს იმდენად. ან მე მყავს ახლა პატარა გოგოები, 30 წლამდეც, ვინც იმდენი რამე გამოიარეს ცხოვრებაში, აი ისეთი კარმული თემები, რომ თქვენთვის კი, ვისაც ახლა არაფერი ისეთი, ახლა რა გითხრათ, იმიტომ რომ აქ მოდის გაკვეთილით ეს ადამიანი, მაგრამ ნახათ როგორი მაგარი რაღაცით მოდის რა, გადაში გაკვეთილით კი აი რომ გასწავლოს თქვენ უნდა ამან როგორ აი თქვენი განახოს შენი ქალური ენერგიებზე, ხო? შენი გახსნას შენი ვარსკვლავი, ეს რა, შენი ოცნება, ხო? შენი აი იმიტომ რომ როცა შენ ხარ, აი რაც არის შენში კარგი, რომ ეს ყველაფერი გამოაჩინოს რა შენში რა. თავის, იმიტომ აქ ძალიან ისეთი ადამიანი არის, ხო გეუბნები, შეიძლება უყვარს მოგზაურობა, ხო როგორც გითხარით, შეიძლება უყვარს აი სადმე წასვლა, აქტიურია, ძალიან აქტიური ტიპია რა. და ამიტომ ეს აი მოვიდა, აი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მოვიდა თქვენთან, რომელიც მოვიდა თქვენი პირადი ძალის გასახსნელად. პლუს ამასთან ერთად თქვენ ახლა გალამაზდებით, აქ ვარსკვლავი ხო იცით თქვენ ისედაც რას ნიშნავს, როცა ზოგი ახლა თქვათ უფრო და უფრო გალამაზდება, ერთმა გოგომ რომ TikTok-ზე მომწერა, ისედაც ლამაზდება. მერე რა, ლამაზი ესეთი რამე, სილამაზი ესეთი რაღაცა, რომ ამას უნდა ცოტა დახმარება ზოგჯერ რა.
და ამიტომ ახლა აი უფრო თავისი ენერგიებით, გაიგეთ, თავისი აზროვნებით თუნდაც, ეხეთ, ანუ აქ შეიძლება ადამიანი იყოს თქვენზე ცოტა პატარა გოგოები, ვინცაც აქ შეხართ, იმიტომ რომ ამავე დროს ნახეთ როგორ აი წარმატებული პატარა ახალგაზრდა ბიჭები რო არიან, ხო იცით, რომელიცაც აი წინსვლა უნდა, რომელიცაც აი უფრო ნუ არ ზიან ერთ ადგილზე და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ოღონდ დღეს შეიძლება რაღაცა 100 ლარის შემომივიდეს, არა. აქ არიან უფრო ისეთი ადამიანები, ვისაც ეს ბიჭი ისეთია, რომ აი აინტერესებს მაგას კარიერა, იმიტომ რომ ხმალების რა არის, ქვერთხების მეფე აინტერესებს კარიერა, გაიგეთ? ანუ აინტერესებს წინსვლა, სულ განვითარებაში შეიძლება იყოს, გაიგეთ? ანუ ისეთი შეიძლება აი даже დაინახავთ, რომ აი ხო არიან ესეთები, რომ ერთ ადგილზე ვერ ჩერდება რა, სუდად და ეგეთი ტიპია. თუნდაც ნახეთ, თუ დაუშვათ მოგივათ ისეთი ბიჭი, მაინც მე იმპერატორია ასაკოვანი, ანუ აი უფრო ახალგაზრდა შეხედულება იქნება და გარეგნობაც მაგ ადამიანს, აი თანამედროვე შეხედულება, გარეგნობაც უფრო ახალგაზრდა ბიჭის და მოდის აი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რამ ისთვის რა, მაგის გვერდზე გაახალგაზრდავდებით, უფრო გალამაზდებით, უფრო იფიქრებს შეიძლება, ნუ ანუ თქვენი მთლიანი აი რაღაცა ნიჭების გახსნისთვის მოდის, გაიგეთ რა ხდება. იმიტომ რომ ანუ ხო, იმიტომ რომ უკვე დრო მოვიდა. კი, მოვიდა დრო, კი, რომ ბედნიერი გახდე. აქ даже ვიღაცის შეიძლება ეს იყოს, ანუ საბოლოო მამაკაცი, ასე რომ ვთქვათ, ვისთანაც თქვენ ნამდვილად იქნებით ძალიან ბედნიერი. აი ეგეთი ვარიანტი შეიძლება აქ იყოს ვიღაცებისთვის. ნუ ნახოთ ბოლო ჩვენი კითხვა რა უნდა აერშიო გულით შენ წარსული თუ ახალი. აქ რა არის, იცით, ეხლა მე-18 ენერგია ეს მაინც ცოტა ისეთი ენერგია, რომ უნდა ჩართო შენი ინტუიცია. იმიტომ რომ ქალური ინტუიცია უნდა ჩართო შენ თვითონ, ნუ მე ძალიან მიყვარს, როცა ტარომ ასე პასუხობს, იმიტომ რომ რა არის, იცით, არ შეიძლება მთლიანად დაეყრდნო სულ ტაროს. ტარო არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ კარნახობს დაუშვათ, გვეუბნება რაღაცას, აი ასე შეიძლება იყოს, აი ასე შენ თვითონ უნდა მიხვდე, შეიძლება შენ ეს ვარიანტი მოგწონს და გინდა რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს შენ ცხოვრებაში და ისე ამასთან გააგრძელო, ხო? ზოგი შეიძლება იტყოს რომ კი, დაუშვათ, მერყეობდა რაღაცა, მაგრამ ახალი რო შემოვიდეს, всё, მე აქეთ მოვდივარ რა. მიხვდეთ? ანუ ეს არის ესეთი მომენტი, როცა შენ თვითონ უნდა მიხვდე და გულით შენ უნდა გააკეთო ეს არჩევანი. შენი ინტუიცია უნდა ჩართო და იმის და მიხედვით უნდა მოიმოქმედო რა. აი ეს არის ძალიან მე მიყვარს ეგეთი პასუხები ტაროსგან, როცა რა თქმა უნდა, ნუ ჩვენ არ მკითხავთ ჩვენ სიტუაციებს ვარჩევ, მკითხავებმა კი იციან, აი ასე ქენია, ან ისე იქნება. არა, ეს არის მკითხაობა რა, იმიტომ არის რომ ზოგჯერ თქვენ ახლა შეიძლება თქვენ არჩევანს კი არ ირჩევთ, მოდით ასე ვთქვათ, ირჩევთ იმ არჩევანს, რომელსაც თქვენ კარნახობენ და ამიტომ ეს არაა და ინტუიცია სულ სხვა რამეს გეუბნება, ხო? მე რიძახად, აი მე ხო ვიცოდი რომ ეგ რა უნდა მეკრა და რაზე დაუჯერე იმ ქალს. აი ამიტომ იმ ქალს რო არ დაუჯერო, ხო? თქვენ გეუბნებით სავარაუდოდ აქ რა იქნება, სავარაუდოდ რა იქნება. თქვენ ინტუიცია ჩართეთ და თქვენ თვითონ არჩევანი გააკეთეთ რა. თქვენი, სადაც თქვენი გული წავა, იქ უნდა წახვიდეთ თქვენს ყველა ვარიანტში. აი საგვარეულოს მიმართეთ სხვათა შორის და საგვარეულო თქვენ დაგეხმარებათ, იმიტომ რომ ძალიან კარგი პრაქტიკა მე მაგას ვაკეთებ მაგალითად ყოველთვის, როცა რაღაცა ესეთი სამერყეო თემები მაქვს, ვთქვათ, ეხლა არ აქვს მნიშვნელობა ეხლა რა სფეროს ეხება, ყოველთვის ვეკითხები ჩემს საგვარეულოს. ღამე აი როცა დავწვევი უკვე და საძინებლად თვალებს დავხუჭებ და სულ ვეკითხები ხოლმე ჩემო საგვარეულო, ჩემო ანგელოზებო, მითხარით ღმერთო, ანუ ამ სიტუაციაში როგორ მოვიქცე, რა არჩევანი გავაკეთო, მხოლოდ თქვენ იცით რა არის ჩემთვის კარგი და დამეხმარეთ და ისინი სხვათა შორის ვარიანტებს გთავაზობენ რა და მე უკვე მაინც შენ უნდა გააკეთო ეს არჩევანი, მიხვდით? იმიტომ რომ ნუ ეს ასე რა ჩვენი განვითარებისთვის ეს არის უფრო კარგი. მაგრამ აქ კი მოგეხმარებიან ყველა ვარიანტში და ნებისმიერი ვარიანტი იქნება თქვენთვის კარგი.
ანუ თქვენ რომელსაც აერჩევთ. პრინციპში, წაგებული არ ახართ, ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც აი ნახეთ 300 რა, თქვენ და 2. აქ 2 ახალიც და ძველიც. ამიტომ თქვენ თვითონ რასაც აერჩევთ, ისე იქნება. აი ასეთ შემოლამაზებო, ასეთი გაშლა იყო, თუ რეზონიერა და მომწერეთ კომენტარებში, იცით თქვენ რო ვკითხულობთ, ვინც პირველად ხარ შეგიძლიათ თუ მოგეწონათ გაშლა, გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ სურდეთ და კიდე როგორც შეგპირდეთ, გავაკეთებ ცალკე არხს, სადაც იქნება მოკლე ვიდეოები და კიდე მატრიცაზე უფრო კიდე მეც მოგაწოდებთ ხოლმე ინფორმაციას, იმიტომ რომ ბევრი თხოვნის მერე ნამდვილად მეც მივიღე გადაწყვეტილება, როგორც თავის დროზე ტაროს შესწავლაზე ვაკეთებ ჩვენ მატრიცის კურსს შესწავლის და ამიტომ თუ გაინტერესებთ კი შეგიძლიათ დაწეროთ იქ რომ ვიდეოს ქვეშ არის ლინკი და გადადეთ ინფორმაცია გაიგეთ. всё, ჩემო სიხარულებო, ამით გადავასრულებ. მე როგორც ყოველთვის გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერს კარგს. აი კიდე თქვენი საყვარელი ადამიანი.